ახლა აქ ვართ, იმერეთის გულში, სიყვარულის ქალაქში. მივდივართ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისკენ, იქ, სადაც ტრიბუნებზე სიყვარული ხმაურობს. ბრაზიც კი სიყვარულის გამოხატვის ფორმაა, რადგან თუ არ გიყვარს, არც ბრაზდები. ტორპედო ამ ქალაქის სუნთქვა, ქუჩებში ხმაურის მიზეზია. თაობების დამაკავშირებელი უხილავი ძაფია, საერთო ენაა, რომელიც ყველას ესმის. მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო, თქვენ უყურებთ მორიგ ვლოგს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურიდან, სადაც სულ რამდენიმე წუთში ჩვენთან ძალიან ახლოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყება ქართული კლასიკო. ქუთაისის ტორპედო უმასპინძლებს თბილისის დინამოს და ჩვენ უფლება არ გქონდა, რომ ამ თამაშს არ დავსწრებოდით, ჩამოვედით საქართველოს დედაქალაქიდან საქართველოს მამაქალაქში. მე მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება თავარი ღირებულებაა, ამიტომ ისტორიული დერბი. კი ბატონო, იმედი მაქვს, რომ სტადიონი შეივსება. მე მსმენია ძალიან ბევრჯერ, რომ ქუთაისის ტორპედოს განსაკუთრებული გულშემატკივრები ყავს, ამ სტადიონზე განსაკუთრებული აურაა და ველი თამაშამდე პრინციპში დაახლოებით 1 საათია დაწყებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მოახერხებენ იმას, რომ შეავსონ თუ არა, უდიდესი ნაწილი მაინც შეავსონ ტრიბუნებზე. ფაქტორს მე პირველად ვარ. მეც ქუთაისში შენგელიას სტადიონზე და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება მატჩი. ჩვენ ვიცით და გულშემატკივრებმა დარწმუნებული ვარ იცის, რომ ქუთაისის ტორპედო საკმაოდ სენსიტიური გულშემატკივარი ყავს. მაშინ როცა გუნდი პრობლემებშია, რა თქმა უნდა, ღიად გამოხატავენ, აპროტესტებენ ასე ვთქვათ გუნდის მდგომარეობას. კარგი ის არის, რომ ბოლო 3 ტურში ტორპედომ 2 გამარჯვება მოიპოვა, სხვათა შორის ბოლო აქ რამდენიმე დღის წინ 3-0 იმარჯვა ამ გუნდმა და ძალიან დიდი იმედი აქვს ადგილობრივ გულშემატკივარს, რომ დღესაც კარგი თამაში იქნება და მოსისხლე მტერს, მოდი ესე დავარქვათ, დინამო თბილისს დაამარცხებენ. თქვენ კი აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაგვიწეროთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ თამაშზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თამაშს ნახავთ. ჩვენ კი ნელ-ნელა ჩვენი პოზიციები უნდა ერთი ამბავი ვიგო, კიდე გასარკვევი ჩვენ. მე ხო ვიძახდი, რომ მე მგონი ჩვენშია პრობლემა, რომ გოლები არ გადის თქო. წინა თამაშზე ისე დაალაგდა, რომ მე მგონი, რომ ჩემშია მარტო პრობლემა, იმიტომ რომ წინა გადაცემაში მე არ ვიყავი, საპატიო მიზეზი მქონდა და 3 გოლი ნახეთ თქვენ. მე ჯერ არ მაქვს გოლი ნანახი და ვნახოთ დღეს რა მოხდება. რას ელოდები დღევანდელ თამაშში? დავიჭერ. დღევანდელ თამაშში მე ველოდები კარგი თამაშს და ტორპედოს მოგებას. რა ანგარიშით ელოდები მოგებას? 2-1. ტორპედო მოიგებს. რა ანგარიშით? დაახლოებით 1-0. 2-0. 2-0. გოლებს ვინ გაიტანს? არაბიძე და დიეგო დეისაძე. რა ანგარიშით? 3-1. რამდენი ხანია ტორპედოს გულშემატკივარი? 6 წლიდან მოყოლებული. პირველად ჩემპიონები რო გახდნენ დინამო ბათუმთან, აი იქიდან მოყოლებული დინამო ბათუმში ვიყავი პირველად ჩასული თამაშზე და იქიდან მოყოლებული ვალეშიკოვ. ეხლა რამდენი წლის ხარ? 30. 30. ანუ 24 წელია ქუთაისის ვერც მოვშორდები ამ გუნდს რა, ისეთი ჩვენ საქმეს ყოველთვის ვაკეთებთ, ფანები გავაკეთებთ ყოველთვის, რა ვიცი, გასვლა იქნება, სახში იქნება, ყოველთვის ამ გუნდის გვერდზე ვიქნებით და რა ვიცი, არასდროს იმედი არ დაგვიკარგავს და არც არასდროს არ დავკარგავთ იმედს, რა ვიცი, წლევანდელ სეზონს გვინდა და იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ჩემპიონები გავხდებით. 99% მაინც იმედი გვაქვს და იმედი გვაქვს ერთად ვიზემებთ უყველა რა. ესეთ შეკითხვა მაქვს, რომ ვიცი, რომ ქუთაისში არის ტრადიცია, რომ აი ოჯახში გადადის ტორპედოს გულშემატკივარი. მოყვანა პირველად. მამაჩემი ვიყავი ბეჭებზე ვაჟდი არ დამავიწყდება პირველად. მამაჩემმა წამიყვანა და მამაჩემი ახლა საზღვარგარეთ არის და ვეღარ ვახერხებთ ერთად სიარულს, თორე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით. მაგრამ ჩემი ბავშვი დამყავს, როცა შესაძლებლობა არის იმისი, ბავშვი დამყავს და ესე არის ყველა, რა ვიცი, გადაიცემა და ვინდა რომ აჩელება მე ახალგაზრდა შევაყვაროთ აქაურო. ჩემმა შვილმა შემაყვარა სტადიონზე მოსვლა სიმართლე რო გითხრით. ძალიან კარგი. თავარია რომ შეგაყვართ. რამდენი წლის იყო ეგრე რომ შეგაყვარათ? 5 წლის. 5 წლის. ანუ თქვენ ოჯახში პირიქით არის. მამამ კი არ დააწყებინა შვილს, შვილმა მამას. ძალიან კარგი. ტორპედოს დღევანდელ სიტუაციაზე რა სიტყვით გაქვთ ჩემპიონობის იმედი? რა თქმა უნდა, ტორპედოა ბოლო-ბოლო. ტორპედო, მაგრამ ცოტა მძიმე სტარტი ქონდა ტორპედოს. არა უშავს, ახლა აღებული აქვს და წავლენ წინ. მოკლედ დარჩენილი არის დაახლოებით 25 წუთი და ეს შთაბეჭდილება ალბათ აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ და ეს არის ის, რომ ეს არენა და ეს ქალაქი ჩემთვის პირადად ყველაზე მეტად გავს აი ევროპული ჩემპიონატები რაც ვიცით იმ სიტუაციას რა, იმიტომ რომ თითქმის ნელ-ნელა ივსება მოედანი
ძალიან ბევრი ხალხია ჯერ კიდე გარეთ, რომლებიც უნდა შემოვიდნენ, რაც თავარი ეგრეთ წოდებული ჯუნგლები ჯერ არ მოსულან. არის რაღაცა ჰოთ-დოგის ზონა, ესეთი რაღაც გამაგრილებელი სასმელების ზონა და უკვე საფეხბურთო განწყობა აქ უკვე ნახე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხმა კარგად არის ის, იმიტომ რომ ქუთაისში ნამდვილად საფეხბურთო ატმოსფეროა. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. ჩვენს უკან კადრში ჩანან ჯუნგლები და ჯუნგლების ძალიან ბევრი კადრი იქნება დაწონებული ვარ ვიდეოში, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ქმნიან აქ კარგ ატმოსფეროს. ხო, ну დაახლოებით არა, ნამდვილად საუკეთესო გარემოა ჯერჯერობით სადაც ყოფილვარ. მით უმეტეს, რომ აი რამოდენიმე სექტორის გარდა სტადიონი ძალიან სავსეა და ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. იგრძნობა, რომ დიდი დაპირისპირებაა, რომ კლასიკოა და სრული განწყობაც მოდის ასეთი ტრიბუნებიდან, რაც დამატებით ელფეს აძლევს ამ თამაშს დაძაბულობას და მეტად ჩანს, რომ აქ რეზულტატი ძალიან მნიშვნელოვანია ფანებიდან გამომდინარე. კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისში ხვალინდელი დღის ხასიათი განპირობებული იქნება ამ მატჩით, იმიტომ რომ ამის დასწორი არიან ადამიანები, რომლებიც ხმის იოგების ჩაწყვეტამდე უშემატკირავენ საკუთარ გუნდს. უბრალოდ მე რასაც ველოდები არის, აი მოპირდაპირე მხარეს რომ შავებში გამოწყობილი ხალხია, ჯერჯერობით ჩუმად. სამწუხაროდ ისინი არიან მოტივაციაში და რა თქმა უნდა, ძალიან აუჭირდებათ აქ გადაფარონ, მაგრამ ველოდებით რომ თავის ხმასაც გაგვაგონებენ. ხო, ну მათგან დავეჩვიეთ, რომ ესე ჩუმად შემოვლენ ხოლმე მოედანზე და შემდეგ რაღაც მომენტში ყვირიან, ასე ვთქვა და ну ველი, ყოველ შემთხვევაში თამაშზეც რო ვთქვა 1-2 დინამო უფრო აქტიურია, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ტორპედო ძირითადად კონჩეტებზე ცდილობს რომ გავიდეს ფონს. პირველ ნომრად მოდი ესე ვიტყვი რომ თამაშობს დინამო. თუმცა მე მგონი თამაში უფრო გახურება ჭირდება და ამისთვის გოლი იდეალური იქნება რომელიმე გუნდის კარში. პირდაპირ ვთქვა ძალიან გული დამწყდება, ისეთი ატმოსფეროა სტადიონზე. ეს რომ 0-0 დასრულდეს და გოლი არ ვიხილოთ. აი წყალში ჩაყრილი საქმესავითაა ყველაფერი შესაბამისად იმედი გვაქვს რომ ძალიან კარგი თამაში გამოვა. ბორდოს ნახავთ იქნება დაძაბულობა ისეთი რაც
წლების განმავლობაში ჰქონდა ამ დაპირისპირებას და სამწუხაროდ ბოლოს წლებში იმდენად არ აქვს იმედი ეს იქნება რაღაც ახალი საწყისი. რაც შეეხება თამაშს, ხო, დინამოს საწყის 2-3 წუთში ჰქონდა რაღაც მომენტები, გადმოვიდნენ შეტევაზე, შეუქმნეს მომენტები, თუმცა აი დამაგურგინებო ფაზაში ცოტა უჭირს. შემდეგ ცოტა აწია ტორპედომ თამაში, მაგრამ მაინც მოედნის ცენტრში არის ძირითადად ბურთი და აი თითქოს ელოდებიან ერთმანეთის შეცდომას, მაინც დაზოვრით თამაშია, მაგრამ ცოტა მოსაწყენი პირველი 15 წუთი. განწყობა, გარემო, წინასამაჩო ატმოსფერო მოედანზე ყველაფერი იმას იგონისებს, რომ წესი ძალიან კარგი რამ უნდა ვიხილოთ დღეს ეროვნულ ჩემპიონატში და იმედი გვაქვს ეს მომენტები გამართლდება. უკვე 25 წუთია და 25 წუთისთვის აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია ტორპედო რას აკეთებს მარჯვენა ფლანგზე. მარჯვენა ფლანგზე აქეთ ვინგერად არის არაბიძე, მამუჩაშვილია 8 ნომერი, რომელიც ეხმარება აქეთა ფლანგს ძალიან და არის მარჯვენა მცველი შერიფი. ეს სამი როგორ ცვლის პოზიციას ამ სამკუთხედს, როგორ ათამაშებს და რომელი წვერი ხდება, ეგ აკეთებს ჯერჯერობით ტორპედოს თამაშს. ხან არის რომ წეღან იყო მაგალითად მომენტი, როცა მამუჩაშვილი ჩავიდა მარჯვენა მცველად, მარჯვენა მცველი წავიდა ვინგერად და რუიანზე გადავიდა არაბიძე, ოღონდ უკვე დაწყებულ შეტევაზე და ამან ძალიან არია დინამოს დაცვა. ჯერჯერობით ესე აი კონტრი გაეპარა და ჩემშია პრობლემა იკა. რეალური საგოლე მომენტები სამწუხაროდ არ გვაქვს. გუნდები ცდილობენ რომ ეტოქის საჯარიმოში გაამწვავონ ასე ვთქვათ, თუმცა აი რეალური დარტყმები ყოველ შემთხვევაში მეკარის სეივები ესე არ გვინახავს. ნიკანინოას გასროლა იყო ერთი, რომელიც ცოტნე დარაიან დაბლოკა და მეკარემ მოახერხა პრინციპში ბურთის დაფიქსირება და მეკარეზე გამახსენდა ბექა, ამას შენითხვით დარწმუნებული ვარ ახლა. დღეს ფილიპ პლეაიში ატარებს მეასე მატჩს. საიუბილეო თამაში დაემთხვა კლასიკოსი, დამთავრდა ასეთი უნდა თან ეს უკვე 2023 წლიანი იწყება ტორპედოში და შესანიშნავი მიწერა ტორპედოს ლიგებში დაუბრუნდა 100 მატჩი. ცენტურიონი გახდა ტორპედოში დღეს ფილიპ პლეაიში. რაც შეეხება მატჩს დაძაბულობა ეთყობა რომ შეცდომის ფასი დიდი იქნება და შეიძლება ერთმა შეცდომას გადაწყვეტოს ფასის ბედი შესაბამისად არის ბევრი ბრძოლა მოეძიეთ თამაში მიდის მოეძიეთ ცენტრში და ძალიან ცივია ისეთი მომენტები როცა ერთი ან მეორე გუნდი გადაძალავს ბურთს მეტოქის ნახევარზე და მომენტების შესაბამისად აქედან უფრო ნაკლები იქნება. უხეში მატჩიც არის, ჯარიმები არის, ყვაშულს ერთი ყვითელი ბარათის ამოღება უკვე მოუწია, ეხლაც ითხოვდნენ რომ ბარათი ამოეღო, თუმცა ჩაიარა ასე ვთქვათ ამ ეპიზოდმა. გულშემატკივარზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ბექა რომ 70% მაინც შენგელი არენაში შევსებული. რაც მისასალმებელი ფაქტია. მე დასაწყისშიც გითხარი, როდესაც ფეხბურთელები გამოდიოდნენ, ისეთი ატმოსფერო იყო, რომ პირველად მქონდა შეგრძნება, რომ ფეხბურთზე ვიყავით. ჩვენი სხვა ლოგებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ამბობ, იმ სტადიონებზე გულშემატკივრის ნაკლებობაა და აი აქ გაიხედაო მართლა და ყველა სექტორი ასე თუ ისე სავსეა, განსაკუთრებით ეს აღმოსავლეთი ტრიბუნა შვენივრად მდგომარეობაში მოკვდა. აი ჩვენ საგან არის დაახლოებით 20-30 კაცი ალბათ, რომლებიც თბილისის დინამოს წარმოადგენენ დღევანდელ შეხვედრაში, ჯერ ჩუმად არის. ელიტა ჯერჯერობით ჩუმად და სავარაუდოდ ჯერიდან ელოდება, რომ აი დინამომ გაისროლოს და მაგით გადაფაროს შენგელია სტადიონის გარემო. ხო, აი სტუმარი გუნდი რო გაიტანს და სიჩუმე რო დაისადგურებს, იქ ამათი ხმა იქნება სავარაუდოდ. თუმცა ვნახოთ ჯერჯერობით დინამო თბილისს გასატანი აქვს, აი ეხლა არის სტანდარტული და ვნახოთ, იქნება ეს შანსი იყოს გარდამტეხი. უფრო თუ ვინმე საქამდე გოლი უნდა გაეტანა, ეს თბილისის დინამოა. თუმცა იყო ნახევარ მომენტები, იქ ერთი-ორი დაბლოკილი ბურთის და ასე ვთქვათ სრულფასოვანი შეტევა ჯერ არ გაუკეთებია დინამოს, რომელიც უკვე 45 წუთი დაიწყო.
სავარაუდოდ 50 წამში მსაჯი გვანახებს რამდენი დაემატა დრო და უნდა აუცილებლად გამოვუყოთ დინამოდან იორო ძალიან კარგად იხსნება ნახევარდაცვის და დაცვის ხაზს შორის. თითქმის ყველა დინამოს შეტევაში რაღაცა სივრცეს პოულობს. აუცილებლად არაბიძეც უნდა გამოვარჩიოთ, იმიტომ რომ თითოეულ შეხებაში, თითოეულ პასში ეტყობა ძალიან მაღალი კლასი, ძალიან კარგი ტექნიკა რო აქვს. ეგ თითქმის ყველა მომენტში იგრძნობა. პლუს ისიც აუცილებლად აღსანიშნავი ამბავია, რომ პუბლიკის გამოცოცხლებაც შეუძლია ქუსლით პასებით, ნოულუქ პასებით, 50 მეტრიანი პასებით. რაც ძალიან მოწონს აშკარად ტორპედოს მაყურებელს და დინამოს შეტევით ვამთავრებთ. პირველი ტაიმი ამით მორჩა 0-0. მე მგონი ჩემი წევლა ჯერ კიდევ ძალაშია და ვინმე მხოლოდ არ იცით, ვინმე კარგი შამანი რო გამომილოცოს. დავიწყეთ ბექა მეორე ტაიმი, ძალიან ლამაზი ატმოსფეროა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ეხლა კიდევ უფრო ლამაზი, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ფარნები აანთეს გულშემატკივრებმა. ჯუნგლები ამბობენ ჩვენ სათქმელს, ბოლომდეო. მათი გუნდი პრინციპში უფრო აქტიურია მეორე ტაიმის სტარტში. მეორე ტაიმში ძალიან მოტივირებული გამოვიდა ტორპედო, ქონდა რამოდენიმე მომენტი და ეხლა იყო ძალიან საინტერესო მომენტი, რომელსაც ეხლა თქვენ ნახავთ კადრში. გიორგი არაბიძეს ქონდა ჯარიმა თითქმის კუთხურის ალანთან, საიდან შეეცადა კარში ჩახვევას. და მოვიდა და ლორიასთან ქონდა რაღაც კომუნიკაცია. ლორიას ეუბნებოდა რა იყო არ ელოდიო. და მოკლედ საინტერესო მომენტი იყო ლორიას და არაბიძეს შორის. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საბა ხარებაშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამპლუით არის მარცხენა მცველი, დღეს თამაშობს მარჯვენა მცველად. უფრო პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან მოკლედ ამ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი ექსპერიმენტი მიდის. 6-იანად ითამაშა, 8-იანად მარცხენა მცველად და დღეს უკვე მარჯვენა მცველად. 5 ტურში ქონდა 4 სხვადასხვა პოზიცია. ხო, საინტერესოა რატომ ცდის ესე სხვადასხვა პოზიციებზე კაკაშვილი. გასაგებია, რომ უდიდესი ტალანტია, გასაგებია, რომ პოტენციალი ძალიან დიდი აქვს. უბრალოდ არ ვიცი, ამდენ პოზიციაზე ფეხბურთელის ცვლილება საჯარიმოს ზუსტად მისადგომებთან ითხოვდა ეხა ტორპედო ჯარიმას, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს რაც ვთქვით გიორგი კოხრეიძესთან დაკავშირებით, ის რომ ტორპედოს უფრო აქვს შეტევის გაძლიერების პოტენციალი, კოხრეიძე ძალიან აქტიურად ხურდებოდა პირველი ტაიმის და მეორე ტაიმის შესვენებაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ კოხრეიძე იქნება ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელთაგან, რომელიც მოედანზე გამოვა შეცვლიდან. მეხუთე წუთია და ამას ქვია, რომ მაყურებელმა გააღვიძა გუნდი, კარგად მიაწვა ძალიან მართალია კონტრზე, მაგრამ ამის წინაპირობა იყო ძალიან კარგად. ეს გამოცხადებელი გულშემატკივრებმა
გულშემატკივრები ახლა ცდილობენ რომ თვითონ შეიტანონ გოლი. ძალიან კარგი დარტყმა ჰქონდა არაბიძეს, მამუჩაშვილი ფლანგზე იყო ძალიან კარგი. დაახლოებით 40-50 მეტრი გაიარა და დაუტოვა არაბიძეს, კარგი დარტყმა იყო პრინციპში, ძალიან არა, ძალიან კარგი დარტყმა ყოფილიყო გავიდა. კარგი დარტყმა და ლორიამ ახლა არ გაგატანინებო. შეგვეცდო არ გამოგვივიდა, არ გამოგვივა, ზეგბა მოგვივა. თქვენ გენაცვალე. პირა ყველაფერი დავა. შენი პირველი მონაწილეობა იყო ქართულ კლასიკოში. შესაბამისად, როგორი ემოცია არის შენთვის მიიღო ასეთ მატჩში მონაწილეობა, რომელიც არის საქართველოს ჩემპიონატის მთავარი მატჩი და რა ემოციები იყო, როცა გამოხვედი მინდორზე და პირველად მიიღე ამ გარემოში სავსე სტადიონზე შესაძლებლობა, რომ გეთამაშა ეს მატჩი. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა მინდა მოუხადო თამაში მოსულ გულშემატკივარს, დაგვეჩეგებდნენ. ემოციებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ემოციები იყო, სამწუხაროა რომ ვერ ავიღეთ ის სამი ქულა, რაც ჭირდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ქონდა ბევრი მომენტი, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარემო იყო ძალიან სასიამოვნო და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოუხადო თამაში მოსულ გულშემატკივრებს. ტორპედომ პირველი სამი ტური ასე სამძიმედ დაიწყო. შემდეგ სანაკრებო შესვენების შემდეგ იყო პირველი მოგება. აი რა შეიცვალა ამ პერიოდში, როგორ გამოიყენეთ სანაკრებო შესვენება და დღეს იყო პირველი ფრე. როცა გაიყავით თქვენ დინამოსთან ქულები. აი ეს დინამიკა როგორ იცვლება გუნდი ტურიდან ტურამდე თუ შეგიძლია როგორ? სიმართლე გითხრათ, ვარჯიშებიდან გამ ფიზიკურად და ტაქტიკურად დიდი არაფერი შეგვიცვლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმაც და მთლიან შტაბმა მენტალურად მოემზადეთ იმისთვის, რომ სეზონი დავიწყეთ ძალიან ცუდად და ვიყავით იმისთვის მზად, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ეს უნდა გამოგვესწორებინა, ასე რომ ვფიქრობ, რომ დიდი არაფერი შეგვიცვლია, მაგრამ მენტალურად შევცვალეთ. დღევანდელ მატჩზე ვისაუბროთ, ძიმე მატჩი იყო, პირველი ტაიმი 50-50 თამაში იყო, მეორე ტაიმი უკვე უფრო მეტად ტორპედოს ხელში იყო ინიციატივა. აი შენი აზრით, რა დააკლდა იმის ტორპედოს გამარჯვების მოსაპოვებლად, გოლი გასაგებია, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, რა მომენტი იყო ის მუხტის მომენტი, რა იყო თამაში? ვფიქრობ, რომ იყო რაღაც ხარვეზები, ტაქტიკურად გინ დაცვაში, თუ გინ შეტევაში, რაც უნდა გამოსწორდეს აუცილებლად, გვექნება ანალიზი, ტაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს შემდეგი თამაშისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაგვაკდა იღბალი, ბედი, რათა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ პირველ ნახევარში და მეორე ნახევარში ქონდა ძალიან ბევრი მომენტი, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ თავარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბიჭებმა დღეს ვაჩვენეთ მოედანზე თუ როგორი თამაში იქნებოდა დღეს და როგორი თამაში ველოდებოდეთ ყველამ. მატჩი რო შეაფასო და გითხრა რამდენად რთული ამ სტადიონზე თამაში, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გულშემატკივარი იქნებება ძირითადად აქ სტატისტიკურად, რამდენად რთული ამ ტრიბუნების თამაში და მატჩს როგორ შეაფასებ? მე მგონი რომ თამაში
მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ კარგია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა. დღეს გულშემატკივრობაც ვიტყოდი, რომ ჩემ რაღაცაკვირად კარგი იყო. იმიტომ რომ არ იყო ის ადრე როგორც იყო შეურაცხყოფელი რაღაცეები, ნამდვილად მე ვერ გავიგე. და ამისთვის ეთქობა გაიზარდა რა მაყურებელი საქართველოში, კონკრეტულად ქუთაისის თორპედოს მაყურებელი და კარგი იყო, აი ამას ვიტყვი, რომ დასწრება იყო და უკომაგეს თავიანთ გუნდს და არა ჩვენ მოწინააღმდეგე გუნდის შეურაცხყოფებით იყვნენ დაკავებული. და ეს იყო ძალიან კარგი და რაღაცა გაზდა არის და წინაბიჯია და ერთ ადგილს არ ვთქვათ. ამას ეს კარგია დასაფასებელი. რაც შეეხება უშუალო თამაშს, კიდევ ერთხელ ატმოსფერო შექმნა მაყურებელმა, ვიტყოდი. მაყურებლის დამსახურებაა, რომ დღეს იყო ესეთი დაძაბული თამაში იყო. იყო მომენტები, როგორც ქუთაისს ქონა, ისე ჩვენ ქონა მომენტები. სამწუხაროდ გოლი ვერ იხილა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამომეორდები, რომ დაძაბული თამაში იყო, იყო რაღაც მომენტები, რომელიც გარდასახვა შეგვიძლია გოლში ჩვენს ქუთაისაც. საბოლოო შედეგი ალბათ ვიტყოდი, რომ ესეთი იყო რა, ორივესთვის მისაღები იყო. რა თქმა უნდა, ორივე გუნდი მოსაგებად უყავთ გამოსული, თუმცა ვეცადეთ ორივე გუნდი და რომელმა გუნდმა უფრო დაკარგა ორი ქოლა. თქვენ თუ ორივემ დავკარგეთ ორი ქოლა, მე ორი ქოლა. უფრო ჩემი გადამოსახედა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად დავკარგეთ, ლოგიკური ის არის. თუმცა ორივე გუნდი კიდევ ერთხელ გამომეორდები, რომ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის და აქედან გამომდინარე ორივე ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებით. კიდე შევხვდებით და გამოწერაზე რო თხოვო რა. მოგვა რომ მოდიხართ, აშუქებთ ქართულ ფეხბურთს და კიდე უფრო მეტი ადამიანი თუ ჩაერთვება თქვენსავით ამ საქმეში და უფრო გაფართოვდებით, უკეთესი იქნება და გამოწერეთ. და რა ვიცი, როგორცაა რა, ყველაფერი გამიკეთეთ. მადლობა ძალიან დიდი. დავასრულეთ მორიგი ვლოგი. პირველი ქალაქი იყო ქუთაისი, მას შემდეგ რაც თბილისიდან გავედით. და ჩავწერეთ ვლოგი. მოდი პირდაპირ ვთქვათ, მძიმე თამაში იყო, უკეთესი სურვილს რო ტოვებდა ეგეთი თამაში იყო. სამწუხაროდ ვერ ვნახეთ გატანილი გოლი, ჩვენ ერთი და მეორე დაახლოებით ალბათ 8000-10000 ადამიანმა, რომელიც დღეს მოვიდა არა მას შენგელი არენაზე და 95 წუთის განმავლობაში გულმხურვალედ უჭერდა საკუთარ გუნდს. მხარს კადრებს ნახავთ, განსაკუთრებით ჯუნგლები მინდა გამოვყო, მართლა არ გაჩენებულან. დაინახავდი, მაგრამ პრეზიდენტთან, ტორპედოს პრეზიდენტთან რაღაც შელაპარაკება მოუვიდა. დავით კერესელიძეს გულისხმობ? ხო, შელაპარაკება მოუვიდა გულშემატკივრებს. მე არ დავინახავს ნამდვილად, იმიტომ რომ იქით ვიყავით ორე. ადმინისტრაცია სწორად მოიქცა რომ მუსიკა ჩართო, მაგრამ ერთი რაც გავიგე იყო რომ კარში ვერ ურტყავთო, უკმაყოფილო იყო გულშემატკივარი, რაც მე გასაგებია რა, კი, რაღაც მომენტები იყო, რაღაცები მე პირადად ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი იცი რა მომენტია. გასაგებია რა სიტუაციაშია საქართველოს ჩემპიონატი. ხალხი არ დადის, ასე შემდეგ. ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები, რომ როცა ესე ივსება სტადიონი, ზედმეტად დიდი აქცენტი იყო გაკეთებული დაცვას. უფრო მეტად მე მგონი ამ ჩემპიონატს ჭირდება ის, რომ მოდი შევუტიოთ ცოტა გავხსნათ თამაში რა. უფრო გავიზრდებით მაგითი დაცვაში თამაშითაც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანია წინ, უკან უფრო მეტი ერთი ერთზე ხდება, ორი ერთზე მოგერიება გიწევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ, რა თქმა უნდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უბრალოდ ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი, იმიტომ რომ მე პირადად მეოთხე თამაშზე ვარ. ჯერ თამაშიდან გატანილი გოლი არ მინახავს. სხვათა შორის ეგ არა მხოლოდ ჩემშია პრობლემა. სხვა შორის ეგ ევროპულ ჩემპიონატებშიც გვინახავს. აი, როდესაც არის ფეხბურთები, თამაშები, რომლებიც არ იყურება, მერე რაღაცა ეტაპით გება ჩემპიონატში, რომ გაცილებით შემტევები ხდებიან გუნდები და მაგის ხარჯზე პოპულარობას იპოვებენ, ხო ხდები და გემახსოვრება, ჩვენ განსაკუთრებით გემახსოვრება, რომ იტალიის ჩემპიონატი ერთხელ 0-0-ებიდან გახდა ასე ვთქვათ ყველაზე ყურებადი ჩემპიონატი, მაგალითად, პრემიერ-ლიგას არ ვთვლი, იმიტომ რომ პრემიერ-ლიგა სხვა ლეველია ასე ვთქვათ. თქვენ მოისმინეთ დიეგო დეისაძესა და გიორგი ლორიას ინტერვიუები, პრინციპში დიეგო დეისაძეს ეტყობოდა, რომ ტორპედო ამ შედეგით კმაყოფილი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ საკუთარ მოედანზე თამაშები. გიორგი ლორიათმაც იგივე. ლორი ყოველთვის რა თქმა უნდა ნებისმიერ მოედანზე გადის სამი ქულის მოსაპოვებლად და ეგ საერთოდ არ მიკვირს, მაგრამ მე როგორც მასპინძელი გუნდის ფეხბურთელს გულისხმობ, ხო ხდები, ახალგაზრდა ფეხბურთელის, რომელიც ბევრს შრომობს, ბევრს იბრძვის იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს და
როცა ამდენი ადამიანი გულშემატკივრობს, ბუნებრივია რომ გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი აქვს და იმისთვის იბრძვის. მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ ის, რომ დალაიქოს ეს ვიდეო, გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი, მართლა მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი რაც შეიძლება უფრო ახლოდან დავანახოთ ჩვენს მაყურებელს. ყოჩახ ქუთაისელ გულშემატკივარს ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. აი, ეგ ბრავო, შენ ვერ ნახე. წეგან ჩავწერეთ მე და იკა, მაგრამ კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაც მომენტში თავი მეგონა, რომელიღაც ევროპულ აი ქალაქში. ზალცბურგში მაქვს ნანახი Red Bull არენაზე ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ, ზუსტად იგივე გარემო. ქუთაისელ გულშემატკივარს აი ბრავო, ნეტა ყველა გუნდს ყავდეს თქვენაირი გულშემატკივარი. ბრავო, სიტყვები არ მყოფნის. გულშემატკივარს კი შეაქო ქუთაისელი გულშემატკივარი. კი ბატონო, ოჩახ ნამდვილად ქუთაისელ გულშემატკივარს იმედია სხვა ქალაქების გულშემატკივრებიც აიღებენ მაგალითს. ბათუმი გვაქვს სანახავი აუცილებლად. ერთ-ერთ დიდ თამაშზე, ხო, გორიც, ერთ-ერთ დიდ თამაშზე აუცილებლად უნდა დავგეგმოთ შავი ზღვისპირა ქალაქში სტუმრობა. ეს არის და ეს პრინციპში წავიდა ჩვენი ვლოგი, დავამშვიდობოთ ნელ-ნელა ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ. კიდევ ერთხელ ყოჩახ და დიდი მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, იმიტომ რომ საკმაოდ თბილი გარემო იყო, საკმაოდ კარგად დავხვდნენ, ასე ვთქვათ. ლორიას სიტყვებს გავიმეორებ, გუნდს გულშემატკივრობდნენ და არა მოწინააღმდეგეს აგინებდნენ. კი ბატონო, წარმატებები. წარმატებები. ჩვენ კი წავედით თბილისისკენ.